ბოლოს ვისზე გაიგეთ, რომ 10 საცხოვრებელი სახლი აქვს, თან ყველა თბილისში, პრესტიჟულ უბნებში. თქვენ გარშემო ასეთი მდიდარი ადამიანის პოვნა გაგიჭირდებოდათ, მაგრამ პარლამენტში ადვილია. 10 სახლი, მიწის ნაკვეთები, ავტოფარეხები, მარანი, მდიდრული ავტომობილები და 100,000-ობით ლარი ქეშად. ეს ყველაფერი ირაკლი კირცხალიას, ქართული ოცნების მილიონერ დეპუტატს ეკუთვნის. ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერადაა დანიშნული. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობის 13% სოციალური შემწეობის იმედად ცხოვრობს, დანარჩენი კი სიღარიბის ზღვართან ახლოს, გიჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ გავლენიანი ადამიანები, მაღალჩინოსნები და მათი ერთგული მსახურები. გახდით ჩვენი გამომწერი და ამ გადაცემის მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩებათ. ფაქტებსა და დოკუმენტებზე დაყრდნობით, მოგიყვებით ფუფუნების ამბებს. არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს გაზიარებაც. ირაკლი კირცხალია ფლობს 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მცხეთაში, სოფელ ქსოვრისში. აქ ის და მისი ოჯახი მარნის მოწყობას აპირებენ. ადგილობრივებმაც გვითხრეს, მეგრელების მეღვინეობა იქნებაო. ოცნების პარლამენტარის საკუთრებაშია 5 ბინა ვერაზე, 1 კორპუსში. აქვე აქვს ავტოფარეხები და სათავსოები. ამ ყველაფერში 840,000 ლარი აქვს გადახდილი. მეზობლად იმავე ქუჩაზე აქვს 2 კერძო სახლი, ჯამში 1300 კვადრატული მეტრი ფართობით, მანსარდით, აივნებით და ტერასით. დოკუმენტების მიხედვით ქართული ოცნების დეპუტატი აქ უნდა ცხოვრობდეს. ახლა ვაკის ქონებას გადავხედოთ. კირცხალია ფლობს 3-სართულიან კერძო სახლს მზიურის პარკთან. ამ სახლს აქირავებდა და ყოველთვიურად 5,000 ლარის შემოსავალი ჰქონდა. აქედან 10 წუთის გზაზე კიდევ ერთი საკუთრება აქვთ. 112 კვადრატული მეტრი ბინა ჭავჭავაძის ჩიხში კირცხალიას 16 წლის შვილზეა გაფორმებული. ის 2014 წელს $130,000 აქვს შეძენილი. ეს ამ ბავშვის ერთადერთი ქონება არ არის. იოსებ კირცხალიას ბინა გუდაურშიც აქვს. ისიც 2014 წელს უყიდეს $45,000. ოცნების მილიონერ დეპუტატს ბინები აქვს ორთაჭალაშიც, თავისი ავტოფარეხით და ტერასით. გარდა ამისა, ფლობს მიწის ნაკვეთებს ზუგდიდის სოფელ განმუხურში და მანგლისში. ირაკლი კირცხალია ქართული ოცნების ახალბედა და ახალგაზრდა დეპუტატია. პარლამენტში 2023 წელს გამოჩნდა, მაგრამ ამ მოკლე დროში თავი გამოიჩინა. ეს არის პირდაპირ მათ ხელში რაღაც შანტაჟის იარაღი, ხოლო შანტაჟის ენა სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით დღეს ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული. წლიდან წლამდე თავმა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეკორდს ხსნის ჩვენი ეკონომიკური მაჩვენებლები, ეკონომიკა არის ესე ვთქვათ ჩვენი ფუნდამენტური საზრუნავი. ქვეყნის ეკონომიკის რა გითხრათ, მაგრამ ირაკლი კირცხალიას საბანკო ანგარიშებს და ქონებრივ დეკლარაციას ნამდვილად არაფერი დაეწუნება. 2024 წელს ანგარიშებზე 786,000 ლარი, ხოლო ქეშად $82,000 ჰქონდა. მას და მის მეუღლეს 3 ძვირადღირებული ავტომობილიც ჰყავთ, რომელიც ბოლო 6 წელში იყიდეს. დეკლარაციის მიხედვით, ოცნების დეპუტატმა 2023-2024 წლებში მოგზაურობაში 100,000-ობით ლარი დახარჯა. კირცხალიას ხელფასი 3,800 ლარია, მაგრამ პარლამენტარობასთან ერთად ბიზნესმენობასაც ითავსებს. ფლობს 2012 წლიდან შექმნილ 6 კომპანიას, რომლებიც სამშენებლო სექტორში საქმიანობენ. მაგალითად, მისი კომპანიისაა მთაწმინდაზე 3 ვარსკვლავიანი სასტუმრო ვისტა. მისი კიდევ ერთი შეპესე Epic Development-ი კი თბილისში მრავალსართულიან კორპუსებს აშენებს. მსხვილი ბიზნესმენია ირაკლის მამა, იოსებ კირცხალიაც, რომლის სახელზე ათეულობით კომპანიაა რეგისტრირებული. გსმენიათ ქართული ოცნების წევრების ან საჯარო მოხელეების დამალულ ქონებაზე. მოგწერეთ კონფიდენციალურად, მეილზე ან სიგნალში. დეტალებს აღწერაში იპოვეთ. არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს გაზიარება.